დავიდო კიდევ ერთი ახალი ვიდეო, სადაც გაჩვენებთ მუშაობის პროცესს ჩემს ერთ-ერთ რიგით კლიენტთან. ეს გოგო დაახლოებით 2 თვის წინ გავუშვი ულამაზესი წითელი ფრენჩით და მას მე ვეღარ მოახერხა მოსვლა და დამიბრუნდა აი ესეთი მოკლე ფრჩხილებით, არა და ზოგადად სულ გრძელ ფრჩხილებს ატარებს ხოლმე. მაგრამ რას ვისამთ, ხდება ხოლმე უბრალოდ ახალი სამსახური დაიწყო როგორც მითხრა და ვერ დავემთხვიეთ ერთმანეთს დროებში, ამიტომ აი ამდენ ხანს მოუწია ესე ფრჩხილების გარეშე ყოფნა მოკლედ. როგორც გადავხედე მის ფრჩხილებს, დაახლოებით 2 თითზე მომიწევს ფორმის აღდგენა. გვექნება მოკლე ფრჩხილი, ან დაგრძელება არ უნდა და გავაკეთებთ რბილ კვადრატს და სავარაუდოდ ნუდ ბაზაზე კატის თვალი გადაწყდა. თუ არ შეიცვალა აზრი პროცესში ვნახოთ. აი ერთი ეს იქნება ეს ცერათითი და მეორე ხელზე საჩვენებელი თითი იქნება. ეხლა ვაშორებ ზედაპირს. ეს არის 180 გრიდიანი კლიპი. შესაბამისად ძალიან არ ვაწვევი სულ ოდნავ შეხებით ვახავოიანებ ფრჩხილის ზედაპირს. აი ამ საჩვენებელ თითზე დაგჭირდება ცოტა ფორმის აღდგენა, რადგან ძალიან მოკლეა და კვადრატის ფორმაც არ აქვს. შესაბამისად ცოტა თავისუფალ კიდეს აღვადგენ დიდი ალბათობით პოლიგებით. მანიკურის დაწყებამდე აუცილებლად ვიყენებ ტალკს, იმიტომ რომ აქვს ძალიან ტენიანი ნუნა ამ გოგოს. შესაბამისად მის გარეშე არაფერი არ გამოვა. ამოვიღეთ ჩემი ლამაზი ვარდის ფერის ტალექსის მაგრადელი და რა თქმა უნდა ფორვარდ რეჟიმით ვიწყებ ნუნების დამუშავებას ალის ფორმის ფრეზით. ამ ხელაზე გაზრდილი ნუნა მგონი არასდროს არ ქონია ამ გოგოს, რაც თავი მახსოვს, რაც ჩემთან დადეს ამ ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ სულ რეგულარულად მოდიოდა ხოლმე ყოველ 3-4 კვირაში და ეხლა 2 თვეშიც კი ესე ამ ხელაზე გაეზარდა ნუნები. რას ფიქრობთ მეგობრებო ასეთ ვიდეოებზე მითხარით აბა? ანუ კლიენტებთან გადაღებულ ვიდეოს გულისხმობ ერთი ვიდეო მაქვს თუ არ ვცდები, თუ 2 მსგავსი გადაღებული არხზე და ანუ გავაგრძელო კლიენტებთან გადაღებული ვიდეოების დადება. ცოტა მოუხერხებელია ჩემთვის, რადგან საკმარისი ადგილი არ მაქვს მაგიდაზე და რაღაცნაირად გადაღება და მუშაობა ცოტა დისკომფორტია, მაგრამ ვეცდები რომ გავაუმჯობესო ჩემი პირობები, ანუ თუ საინტერესოა თქვენთვის ესეთი ვიდეოები და უფრო უკეთესი ხარისხის ვიდეოები შემოგთავაზოთ ამ მხრივ. გადავდივარ რევერს რეჟიმზე, რომელიც უფრო მეტად მიყვარს ვიდრე ფორვარდი, იმიტომ რომ უფრო მოსახერხებელია. მგონი რომ რაღაც ვიდეოშიც მაქვს ნათქვამი ხა ეს ფრაზა, იმიტომ რომ დეჟავუ მქონდა ეს რო ვთქვი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემთვის საყვარელი პროცესი არის აი ნუნების გაკეთების. მანიკური იქივე, ანუ before afters რომ უყურებ, როგორი იყო თავიდან და როგორია მერე ეს სისუფთავის შეგრძნებას რო გიტოვებს, აი გიждები ამ პროცესზე.
რაიმერი უკვე წავუსვი, გადავდივარ ბაზის წასვლაზე. ბაზას ვუსვამ საშუალო ფენად, ანუ არც ძალიან თხლად, არც ძალიან სქლად. როგორც თავიდან გითხარით, ორი თითი გვაქვს, რომელსაც ჭირდება ფორმის აღდგენა, ერთ-ერთი არის ეს საჩვენებელი და ცოტათი აღვადგენ ახლა თავისუფალ კიდეს, რომ მივცეთ რბილი კვადრატის ფორმა. აქვე დავაფიქსირებ პატარა ნათურით, სწრაფად და მარტივად. ბარემ ცერათითაც გაჩვენებთ. ცოტა მეტი მომივიდა პოლიგელი, მაგრამ არა უშავს. ასე უკან ჩავაბრუნებ, არ არის პრობლემა. სპირტში დასოლებული ფორთოხლის ჩხირით მსუბუქად ვასწორებ ზედაპირს. ძალიან დაწოლა არ ჭირდება. უცებ გადავქლებავ ახლა ქლებით, ანუ მივცემ ფორმას, ზემოდანაც გადავატარებ და შემდეგ უკვე ბაზით გავაკეთებ ზედაპირის გასწორებას. გავედით ბოლოში და გადავდივართ კატის თვალზე. აზრი აღარ შეუცვლია ჩემ კლიენტს, ანუ პირდაპირ გავაკეთეთ სტარლეტის ნუდი ბაზა და ნუდ ბაზაზე ვაკეთებთ კატის თვალს. ვუსვამ ტოპს, რომელიც ამ შემთხვევაში არის სტარლეტის და ეგ არის. პროცედურას ვასრულებ ხოლმე ხელის კრემით, რათა კანი უფრო დატენიანებული გამოჩნდეს ფოტოში. ზეთი ძალიან აპრიალებს ფოტოში კანს და არ მყავს ზეთის წასვლა ხოლმე. მე აქ დაგემშვიდობებით, თქვენ კი დამწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ასეთ ვიდეოებზე. დროებით.